ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფერო საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფორმაციული მიმართულება, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება და გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციონირება უკავშირდება. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უცხოელ IT პროფესიონალებს სამწლიანი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობას მისცემს. კონკრეტულად რა არის და რას გულისხმობს IT ბინადრობის ნებართვა, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს საქართველოში ბინადრობის მსურველ უცხოელ IT სპეციალისტებს და რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას უცხოელი კადრების ინტეგრირება ადგილობრივ ეკოსისტემაში. ამის შესახებ უფრო ცუდად ვიცაუბრებ ჩვენ სტუმართან და საქართველოს პარლამენტის წევრი ვაკო თურნავა შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. დილა მშვიდობის. მოგზანდით. ძალიან საინტერესო თემა არის. სათაური ისე ჟღერს. და დამაინტრიგებულად რა არის სამწლიანი IT ბინადრობის ნებართვა? მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მიულოცო მერაბს, ეს მაგარი გამარჯვება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესე შორს ქართველი იგებს ესეთ მნიშვნელოვან შეხვედრას, ამიტომ გილოცავ კიდევ ერთხელ შენ და ამერიკის პრეზიდენტთან პირდაპირ კონტაქტზე გამოყვანა. სელფებიც გადაიღო. გილოცავ თელ საქართველოს, რა თქმა უნდა. ესე იგი, რა არის ეს სამწლიანი IT ბინადრობა, ხო? ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც აძლევს IT რეზიდენტებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, რომ უფრო ფეხი მოიკიდონ ჩვენს ქვეყანაში და ლეგალურად იცხოვრონ სამწლიანი ვადით. ეს სამწლიანი რატო, ხო? და რატო არა რაღაც 6 თვე, ადრე იყო 6 თვე, მე ნელა უფრო ფიქრობთ რომ იყო გასაზრდელი, იმიტომ რომ დღეს კონკურენცია არის უპრეცედენტოდ მაღალი და ესეთი ჰანტინგი მიდის ზუსტად ამ ხალხზე, რომ ვინ შეძლებს ესეთი მაღალ კვალიფიცირებული, მაღალ ხელფასიანი ადამიანები დააკავონ თავის ქვეყანაში და რამოდენიმე ქვეყანა ცდილობს ამათ ესე ვთქვათ გადმობირებას თავის ქვეყანაში შემოყვანას, რომ უკვე იქიდან ეცოდნა და ეს ექსპორტი განახორციელონ და საქართველოს სადღაც 3 წლის წინ უკვე ეს პროცესი დაიწყო და ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა სადღაც მიახლოებით დარეგისტრირდა 28,000 ადამიანი, რომელმაც რამოდენიმე მილიარდი ლარის ექსპორტი განახორციელა და ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკაში დაილექა და ზუსტად რომ ამას ხელი შეუწყოთ და ზუსტად ის პრინციპი, რაც ჩვენმა პრემიერმაც განაცხადა, რომ ჩვენ გვინდა საქართველოს იყოს IT hub-ი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომ უფრო სტაბილური გარემო შექმნას IT პროგრამერის და ზუსტ ყველა იმ სფეროში, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის. ვის შეეხება უფრო რომ დავაკონკრეტოს ეს ცვლილება კანონში და ეხლა რატომ გახდა ამ ეტაპზე ეს აუცილებელი? ნახეთ, ვის შეეხება, ხო, ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობს IT ტექნოლოგიებში და უნდა რომ იყოს რეზიდენტო. მან ესეთი მარტივი არ არის ამის აღება, რამოდენიმე პირობა არის, ეს ყველას არ ვეპატიჟებით, ეს არ არის ღია კარის პრინციპი, ვეპატიჟებით იმ ადამიანს, რომელსაც მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება აქვს ამ სექტორში, ასევე აქვს $25,000-ზე მეტი შემოსავალი, რომელიც ამას თავის ქვეყანაში შოუბან აქვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ერიცხება დეკლარირებული და ერიცხება საბანკო ანგარიშზე, სადაც ვალდებულია წარმოადგინოს საბანკო ანგარიში თავისი, ასევე წარმოადგინოს საქართველოს ერთად ბინის ქირის, რომ ის ნამდვილად ქირავს და ამ ქვეყანაში აპირებს ცხოვრებას და ასევე ის კონტრაქტი გაფორმებული, სადაც უყურებთ რომ ან IT კომპანიაში, ან ნებისმიერ კომპანიაში, სადაც IT-ს ემსახურება, ამ სფეროში არის დასაქმებული ზუსტად იმ ადამიანებს ვეპატიჟები ჩვენ ქვეყანაში. ჯერ უნდა იპოვოს საქართველოში დამსაქმებელი და შემდგომ განაცხადოს. ჩვენ გვაქვს არის ორნაირი მიდგომა არის, ხო, არის მიდგომა, სადაც არის ადამიანი, რომელიც მუშაობს მაგალითად ინგლისში, ერთ-ერთ მაგარ ბანკში და IT სფეროში და ერიცხება თანხა და ის ფიქრობს რელოკაციას, ან სხვა თბილ ქვეყანაში, უსაფრთხო ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც უფრო უკეთესად იცხოვროს, მაგრამ ისევ აგრძელებს ამ ბანკთან მუშაობს. ანუ ეს არ არის ქართული კომპანია, ეს არის უცხოელი კომპანია, რომელიც პირდაპირ ჩაურიცხავს ქართულ ბანკის ანგარიშს
ისე თანხას და ამ ქვეყნიდან უკვე განახორციელებს მუშაობას. ანუ პირდაპირ ექსპორტი არის საქართველოსთან. ნუ IT სფერო ამ შესაძლებლობას რა თქმა უნდა იძლევა დისტანციურად მუშაობის ნებისმიერ ქვეყნიდან შეგიძლია იმუშაო. აი ეკონომიკური კუთხით ელოდებით რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. აი რა მოლოდინი გაქვთ ეს ნუ გასაგები რომ გადასახადებს გადაიხდიანობა ჩვენ ქვეყანაში ხო აი უფრო აი რა შედეგები ექნება ხო ჩვენ გრძელვადიანად რო ვიფიქროთ ნუ პირველი შედეგი არის ნუ ეს IT ეს ხამ ხალხს მიახლოებით საშუალო ჩვენ ვიძახით რომ მინიმუმ $25,000 უნდა ქონდეს ხელფასი მაგრამ საშუალო ხელფასი საქართველოშიც კი უკვე არის სადღაც $8,000 ქართულ კომპანიებში ვინც არიან დასაქმებული საშუალოდ მაგრამ როდესაც უკვე უცხოეთიდან არის განსაკუთრებით ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებიდან იქ უკვე საშუალო ხელფასი იგივეა ოღონ ევროში ანუ სამჯერ მეტია ანუ არაპირდაპირი ისე ვთქვათ ბენეფიტები რაც არის რომ მინიმუმ 40%-ს 35%-ს ის თავის შემოსავლებს ჩვენ ქვეყანაში დახარჯავს ეგ უკვე დღესდღეობით არის რამოდენიმე მილიარდი ეს არის ასევე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება ეს არის ცოდნის გაზიარება თქვენ ის ადამიანი რომელიც საქართველოსთან მუშაობს თავისთავად უკვე იწყებს თავისი ცოდნის გაზიარება სხვა ადამიანებისთვის იმიტომ რომ ისე იმას აყავს თანამშრომლები თავის საქმეს ადელეგირებს ცოტა საკეთებინეს იქით და უფრო მასიური იქნება ეს ცოდნა ასევე ქვეყნის იმიჯისთვის არის მნიშვნელოვანი როდესაც იცის დამსაქმებელმა ამერიკელმა ან ევროკავშირის ქვეყანა რომ ის კონკრეტულად საქართველოსთან ემუშავება იმას უკვე ქართველი დეველოპერი როცა დაიწყოს მას დამუშავებას და ეთქვის აი მე საქართველოსთან გემუშავებ უკვე ეს გზა არის გავლილი უფრო დობა არის მაღალი და ასევე ეკონომიკის ზარი რა თქმა უნდა ბიუჯეტში შეავთ გადასახადი იხდიან თავიანთ გადასახადებს შეგახსენებთ 3 წლის წინ და დღევანდელი სურათი რომ ნახოთ ამ სფეროში გადასახადი არის 50-ჯერ გაზრდილი ვიდრე აქამდე იყო. ამიტომ ასევე უძრავი ქონების ზრდა არის მოსალოდნელი ამასთან დაკავშირებით საშუალო კი რა თქმა უნდა როდესაც ჩამოდის უკვე ეძებს მის ადგილს ტურიზმი იზრდება ტრანსპორტის და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უკვე ერთ ეკოსისტემაში მოდის. საბოლოო ჯამში ექსპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ქვეყანაში. მე ვიტყვი რომ საქართველოში ტექნოლოგიური მიმართულებით, IT მიმართულებით სწრაფად მივდივართ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დაინტერესება მაღალი არის, მუდმივად საუბრობთ ამაზე და მეტნაკლებად მგონია რომ სპეციალისტებიც, ნუ ჩემი შეფასებით, დილეტანტის საკმაოდ მაღალ დონეზე არიან. ერთის მხრივ რა თქმა უნდა თქვენი მიდგომა მესმის რომ სწორია უცხოელი როდესაც გაუზიარებს თავის გამოცდილებას წარმატებული ადამიანი ქართველებს ეს კარგი არის, მაგრამ მეორეს მხრივ კონკურენციას იმ დონეზე ხომ არ გაზრდის რომ ქართულ IT სპეციალისტებს რაღაცა мотиваცია დაეკარგოთ, კონდეთ განცდა რომ ვიღაც უფრო მეტად დაასაქმოს, თქვათ, ინგლისელ გამოცდილ IT სპეციალისტ პირობით. კარგი კითხვა არის. ამ შემთხვევაში არ გვაქვს ესეთი მიახლოებით მილიონ დეველოპერამდე აკლია IT სფეროში ამერიკას და ერთი მაგდენი აკლია ევროკავშირის მოთხოვნა მზარდია. ის უცხოელები რომლებიც ჩვენ ქვეყანაში შემოვლენ ისინი თავიანთი ესე ვთქვათ კლიენტებით შემოვლენ და პირიქით ზუსტად იმ კლიენტებთან მიმართებაში ქართველებს უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ რომ იმუშაონ. დღეს არც ერთი რელოკანტი რომელიც ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდა ვერ და არ უწევს არ ჭირდება რომ გაუწიოს ქართველებს კონკურენცია მაგალითად არ მივა ბანკში აქ და არ ეტყვის აი მე მინდა რომ თქვენთან ვიმუშაო არა პირიქით ხო ამ შემთხვევაში მოხდება ის რომ ისინი რაღაც თავის გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ და აი ეს დონე სწორედ ცოდნის რასაც ახლა არაკლიათ ნამდვილად ქალ სპეციალისტებს თუმცა უცხოელებისგან მიღებული კიდე ცოდნა დამატებით ალბათ პირიქით მისცემს საშუალებას რომ მეტად დასაქმდნენ და რა თქმა უნდა ეს დღეს სხვადასხვა ტექნოლოგიები არსებობს სოფლიოში ამ ჩვენ სფეროში, IT სფეროში, ეს ჩვენს ვეძახით რამოდენიმე წელი მქონდა გამოცდილება ამ სფეროში და დღეს ესეთი სიტუაცია იყო უბრალოდ მანამდე რომ სანამ ეს IT საერთაშორისო კომპანიები არ იყვნენ შემოსულები რაღაც კონკრეტულ ფრეიმვორკებს, კონკრეტულ კოდის ენაზე წერდნენ ქართველები კოდს 3-4 იცოდნენ რაც უნივერსიტეტში ასწავლიდნენ და ასევე რაც საქართველოში
დამსაქმებლები ითხოვდნენ. შემდეგ უკვე სხვა IT კომპანიები რომ შემოვიდა განსაკუთრებით 2019 წლის რეფორმის მერე, სადაც 5% საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები დარეგისტრირდნენ, უკვე მათ განავითარეს სხვადასხვა კოდის მიმდინარეობის ეს ცოდნა, უფრო მეც ითხოვენ და დღესაც არის მაგალითად ისეთი კომპანია, რომელიც საერთოდ ისეთ ცოდნას ითხოვენ, რომელიც საქართველოში არც ასწავლიან, არც არის გამოცდილი Salesforce-ი აიღეთ, ABAP-ი, SAP-ი და შემდეგ SAP-ში იყენებენ ABAP-ის ენგენას, მაგრამ ეს უკვე ჩვენები ჩქარა ითვისებენ და კიდე უფრო ეს ცოდნის გაზიარება ხდება და ეს კიდე უფრო მიმზიდველს გახდის. ამ კონკურენციასთან, ანუ როგორც გითხარით, სხვადასხვა ქვეყნები უნდათ რომ აიყვანონ ეს ხალხი, ესტონეთმა პირდაპირ დაარეგისტრირა და გამოუშვა თავისი რეზიდენსი, ასევე პორტუგალიამ, კანადამ, საერთოდ ესპანეთმა უთხრა რომ თუ 3500 ევროზე მეც ხელფასი გექნება, მე ავტომატურად მოგანიჭებ ცხოვრების უფლებას თელს ევროკავშირში შეგიძლია იარო ოღონდ ჩემთან ჩამოდი. სერბეთი იყო ეს კომპანია. ჩვენ რითი უნდა მოვიზიდოთ ჩვენ გვაქვს, ჩვენ აი ბოლო ეს ნახეთ უკვე შეიკრა ესე თქვა ჯაჭვი, ხო? ჩვენ 2019 წელს არაჩვეულებრივ რეფორმა გააკეთა მთავრობამ, სადაც 5%-იანი საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები შემოიღო, სადაც 150-მდე IT კომპანია შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც საერთოდ არც აპირებდნენ ჩვენსკენ გამოხედვას, პირიქით ჩამოვიდნენ და რამოდენიმე 1001 კომპანია, მაგალითად 4000-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული IT ტექნოლოგიებში და საშუალო ხელფასი აქვს რაღაც $4000 ჩვენს ქვეყანაში. და ისეთი კომპანიებს უკვე შეუმსუბუქეთ საგადასახადო ნაწილი და ეხლა კიდევ ვაძლევთ იმის უფლებას, რომ უფრო სტაბილურები იყვნენ და ჩამოიყვანონ თავიანთი საქართველოშიც დაასაქმონ, რა თქმა უნდა და ასევე ის ხალხი, ვინც სჭირდება ჩამოიყვანონ და აქ დაასაქმონ და ეს სამწლიანი ბინადრობის უფლება აძლევს იმის გარანტიას, რომ მან უკვე საშუალო და გრძელვადიანად იფიქროს აქ გადასვლა. ეს სამწლიანი ბინადრობა, ეხლა ისიც მინდა დავეზუსტოთ. შეიძლება იყოს არა მხოლოდ სამწლიანი, შემდგომ შეიძლება კიდევ 3 და კიდევ 3 შემდგომ რა თქმა უნდა კიდე იქნება შემდეგ ისევ 15 გადაიხედა 15 წლიანი არ ვიცი ამ შემთხვევაში 3 წლიანი ბეჯებით არის 3 წლიანი მაქსიმუმ. მაგრამ ასევე შეიძლება გაუქმება ეს რასთან დაკავშირებით. გაუქმება არის მაგალითად იქ ბინადრობის უფლების გაუქმება არის თუ ჩვენ ქვეყანაში მაგალითად აიღებს ბინადრობის უფლებას და არ გაატარებს 183 დღეს მაინც ეს ჩვენ გვექნება უფლება რომ ეს გაუქმოთ თუ ასევე უსამსახუროდ დარჩა X პერიოდი 6 თვეზე მეტი უკვე გვაქვს იმის უფლება რომ გაუქმოთ ეს შეიძლება სხვა მაგრამ IT სფეროში საბედნიეროდ არ არსებობს ესეთი მე რომ მირეკავდა მეკითხები აი რაღაცა IT პროგრამისტი ვარ და სამსახურს ვერ პოულობ ესეთი ესე იგი არის სფერო არის არ არსებობს რადგან ახსენეთ ეს სფერო ბოდიში თემკო ბარემ აქ მე ვინდა მაშინ კითხოთ თქვენ ახსენეთ რომ რაღაცლენ გამოცდილება გაქვთ და მუშაობდით ამ მიმართულებით ხო აი როგორ ვითარდება საქართველოში სად ვართ ახლა აი როგორ შეგვიძლია შევაფასოთ IT კუთხით მიმართულებით რა მდგომარეობა გვაქვს დღეს IT კუთხით სუსტად 3 წლის წინ როგორც გითხარით 50-ჯერ ნაკლები შემოსავალი ჰქონდა ბიუჯეტში დღეს კიდე 3.4 მილიარდი იყო თუ არ ვცდები IT-ს ექსპორტი მე ხო ღვინის ექსპორტი არის $200 მილიონი და IT-ს ექსპორტი იყო 3.4 მილიარდი ლარი ანუ უფრო და ეს ყველაფერი გამოიწვია თავიდან კოვიდის სიტუაციამ სადაც დართეს უფლება remote ანუ დისტანციურად მუშაობის უფლება დართეს და უკვე ადამიანმა დაიწყო ისეთი ქვეყნების მოძიება სადაც უსაფრთხოდ იქნებოდნენ პირველ რიგში კომფორტულად და ასევე შეეძლო თავიანთი შვილების გადმოიყვანათ და სადაც მოწონათ იქ. როდესაც საუბრობთ, თქვათ, 3 წლიან ბინადრობაზე, თქვენ ახსენეთ, რომ მანამდე 6 იყო. რაღაცა ანალიზის გაკეთება წარსულთან 6 თვიანთან მიმართებით და მოლოდინის შექმნაც ალბათ შეგვიძლია და ყველაზე მეტად ნაკადს რომელი ქვეყნებიდან ველოდებით შეგვიძლია ესე რომ ვთქვათ? დღეს ყველაზე დიდი ნაკადი
ну თავიდან რა თქმა უნდა რახან ომის პერიოდში ეს გამოიწვია უკრაინა ბელარუსიამ ძირითადად სადაც უკრაინაში ომისგან გამომდინარე ეძებდნენ ისეთ ქვეყანას სადაც თან შეეძლოთ ემუშაوات და თან კარგი პირობები ჰქონდათ უსაფრთხოდ და ასევე მაგალითად ევროკავშირში თუ აკეთებ 1000 ევროს 50% ანუ 500 евро გაქვთ უკვე სახელმწიფოში გადასახდელი. ჩვენ შემთხვევაში ეს ტარიფები დაუწიეთ და არის 5%-იანი და ასევე თუ ადამიანი დარეგისტრირდება 100,000 ლარამდე ინდივიდუალური ბიზნესის მქონე ადამიანს ის 1% იხდის და ამაზე უკეთეს ქვეყანას ვერც ინატრებდნენ შესაბამისად საქართველოს ჩამოვიდნენ. იყო გადინებები, იმიტომ რომ აი ზუსტად ამ პრობლემის გამო რომ პრობლემას ვერ დავარქმევით, რომ მოლოდინები ქონდა, აი 6 თვე რომ მომცემენ ცხოვრების პრობლემას 1 წელი, აი მე რო არ მომცენ რა გავაკეთო და ამიტომ არ იგდემდა რისკის ქვეშ შვილებიც არ ჩამოყავდა და უკვე დაიწყეს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით. სწორედ გუში უცაბედად არა თქვათ მიზნობრივად ინტერნეტში ამომიგდო რამოდენიმე IT სპეციალისტი იჯდნენ და ამ კანონზე ლაპარაკობდნენ უცხოელები. ერთი იყო ირლანდიელი, ერთი ბელორუსი და ერთი რუსი. რომლებიც ლაპარაკობდნენ ამ კანონის სიკეთეზე და ანუ ისინი უკვე დიდი ხანი ეს ირლანდიელი იძახდა რომ მეო მინდოდაო რომ ისა გადმომეყვანაო ისინიო რა ქვია ჩემი ოჯახის წევრებიო და მე შემეშინდაო მე იმას ვქენიო მე ზუსტად იმას და ეხლა პრინციპშიო მე რომ მკითხო და ცოტა დაგვიანებულიც არისო ცოტა ადრე რომ მიეყოთ ეს კანონი უფრო მე გაედინაო რა ბევრი 10 თვითონ და მაგას ნე არა ისევ აქ არის საქართველოში ხო და ეხლა უკვე გაადვილებაო მაგრამ ბევრი ჩემი კოლეგამო და ამის გამო იმას აქნაო რა ქვია და ეხლა ეს კანონი ბედზე სულზე მოგვისწრო და ზუსტად ეგრეა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა მაგალითად 6 თვე გაჩნდეს სვათვე არამედ პირიქით იყოს საბოლოო დანიშნულების ადგილი ამ IT სპეციალისტებისთვის და იმ ხალხისთვის რომელიც ჩვენი ქვეყნის ექსპორტის პოტენციალს გაათმაგებს და გააორმოცდაათმაგებს რომელიც უკვე დღეს რეალური სიტუაცია გვაქვს ამიტომ ჩვენ ყველა ამ ხალხს ვეპატიჟებით ჩვენ ქვეყანაში და პირდებით რომ კარგად იქნებიან ბედნიერად ასევე სამწლიან ცხოვრების უფლებას მივცემთ შეღავათებს ერთ-ერთი მათ რაც შეიძლება გააკეთონ ცოდნა გადაცენ ჩვენს თანამოქალაქეებს და თავი განავითარონ და ასევე ჩვენი მოქალაქეებიც რომელსაც ძალიან ჭირდებათ და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის გასაკეთებლად ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის შესაბამისად ეს ყველაფერი იქნება თანხმობით ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ დიდი მადლობა თქვენ